კვებითი დანამატები ჩვენი ცხოვრების ყოველდღიური რეალობა უნდა იყოს. Იმიტომ რომ მაგალითად როცა მე ვსაუბრობ თუნდაც წმენდაზე, ხო ადამიანები მეკითხებიან, ხო და მე რითი გავიწმინდოთ? ჩემი პასუხია, როგორც ნუტრიციოლოგი, მე კონკრეტული კომპანიის მაღალი ხარისხის პროდუქციით მუშაობ. მე საერთოდ ორიენტირებული ვარ ყოველთვის შედეგზე და შედეგი ვერ მექნება უხარისხოთი და რაღაცა 1-2 მაიმუნობით, ხო? ყოველთვის რაღაცა თანმიმდევრობით, კომპლექტაციებით, ინდივიდუალური პროგრამით, ხო? ოღონდ მიმეორებ ხარისხიანი პროდუქტით, იმიტომ რომ ნუ ისეთ ადრე ადამიანები, როცა ელაპარაკებოდნენ ნუტრიციოლოგი წმენდაზე, ხო, ელაპარაკებოდნენ ისეთ პროდუქტებზე, რომელშიც ბევრია უჯრედისი, ხო? მაგალითად, სტაფილო, ჭარხალი, კომბოსტო, გოგრა. მაგრამ არ გიჭამია სტაფილო, რომელიც მწარეა, სალთის ფურცელი, რომელიც მწარეა, იმიტომ რომ ის ქიმია, რომელიც შეიტანეს ნიადაგში, აკრიფავმა და ჩვენ აქეთ იმისგან გასაწმენდი ვართ. ამიტომ მირჩევნია, რომ წმენდა ჩატარდეს ხარისხიანი პროდუქციით.